მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. დღევანდელი გადაცემა ჩვენი დიდი და ძველი მეგობრისა და კოლეგის, დილის გაზეთის ლეგენდარული რედაქტორის, ჟურნალისტის, პუბლიცისტის, გამომცემლის, როგორც თავად ბრძანებს, წიგნის მკეთებლის, მანანა კარტოზიას ახალ, დიდ წარმატებას მიუძღვენით სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. მე და ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, თავადაც ორიგინალური და ფრიად საუცხოო წიგნების შემქმნელი დარეჯან კვარაცხელია, შევეცდებით წარმოვაჩინოთ მანანა კარტოზიას ზღაპრების ახლად დასტამბული კრებულის უტყუარი ღირსებები, წარმოადგინოთ იგი ფართო მაყურებლის წინაშე. მოგესალმებით ძვირფასო ხალბატონებო მანანა და დარეჯან. მადლობას გიხდით სტუდიაში წვევისათვის. ჩვენ მანანა დიდი მადლობა სურპრიზისათვის. ჯერ კიდევ თქვენი წინასწუმრობისას რომ ვიწინასწარმეტყველი, რითაც ნამდვილად ვამაყობთ. მაშინ ვერაფრით დაგითანხმეთ, არ ვარ მწერალი და მით უმეტეს საბავშვო მწერალიო დაიჟინეთ. თეოლოგიზმიც კი შემოგთავაზე, წიგნის მკეთებელი, ბუკმეიკერი. მაშინ გამოხდა ხანი და ერიდაბერი ფაქტის წინაშე დავდექით. ხელთ გვაქვს ზღაპრების ახლახანს გამოცემული დიდებული კრებული წავუკითხოთ უფროსებს. მიხარია და ვამაყობ, რომ ალბომ არც ამჯერად მიღალა და როგორც მაშინ ლავის ნახევარი საუკუნის წინ, როცა 16-17 წლის თავდაჯერებული გოგონა, თინეიჯერი როგორც ამბობენ, ახალგაზრდული გაზეთის რედაქციაში საკმაოდ თანამად შემოგზანდით და შენი პირველი პუბლიკაციებისა თუ რესპონდენტებთან საკმაოდ ორიგინალური, ლაღი, მომხიბლავი ურთიერთობის მანერით მალე დამარწმუნე, რომ გამომეცნო შენში მომავალი ძალიან საინტერესო ჟურნალისტი. მაინც რატომ გამიჯიუტეთ ქალბატონო მანანა 1 წლის წინ? რა იყო მიზეზი? თავადაც არ ელოდით, რომ ეს ახალი ტალღა გაჩნდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ასეთი მძლავრი და შთამბეჭდავი, რომელსაც უკვე მიუძღვნეს აღფრთოვანებული რეცენზიები, არც მეტი, არც ნაკლები ისეთმა მკაცრმა შემსრულებელმა, როგორც პაატა ნაცლიშვილია. ამერიკიდან მქონდა. ამერიკიდანაც იყო გამოხმაურება და ახლა ჩაბოთლა ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენი შეხედულება, ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეფასება უნდა შემოგთავაზოთ. აი რა მოხდა? არ ელოდით ამ ხელას სიახლეს თქვენ შემოქმედებაში, თქვენმა უკიდეგანო კოლხურმა თანმდაბლობამ გძლიათ თუ უბრალოდ როგორც ჩვენ მედია თეორეტიკოსები ვამბობთ ხოლმე, მოლოდნელობის ეფექტი აგვიფეთქეთ და აი სასიამოვნოდ გაოცება გსურდა ჩვენ. რა იყო ამ გაჯიუტების მიზეზი მაინც? დიდი მადლობა, რომ აი დღეს ნამდვილად მახარებს ეს, რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა გამომივიდა, იმიტომ რომ მართლა სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი და ეს არ არის ახლა წერლობის სურვილით ნაკარნახევი რამე, ეს არის საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გაკეთებული რაღაც რებუსი, რომლითაც მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრებს დაველაპარაკო და ჯერ იმათგან ვერ მივაღწია იმას, რომ თავიდან ბოლომდე რამე ჩაიკითხო. ყველაზე დაუნდობელი შემფასებლები ესე იგი, ისე მოხდა, რომ ხატვარმა გადაფარა მე მგონი ჩემი ტექსტები და იმდენად შთამბეჭდავია, რომ წიგნს დაათვალიერებენ, პირველი თუ წაიკითხე ზღაპარი და მოგახსენებენ თავის აზრს და მანდ მთავრდება და აი თქვენ რომ ბოლომდე წაიკითხეთ ეს ნამშევი და დღეს ამას მეთქით, ეს შემთხვევით რაღაცა ძალიან დიდი სიხარულია. აი აქ წიგნის შთაგონება 1 წლის წინ, როცა თქვენთან მოვედი და გიპატაკეთ ამ პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის შედეგები, სწორედ იქ გადავაწყდი ამ წიგნს. აი ჩავიქროლე და თავისი ფერით აი როგორი ფერია, მომხიბლავი წიგნი, თავისი ფერით უკან მომაბრუნა რაღაცნაირად და აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიიდან და აქ იყო ერთი ეპიზოდი, რომ არსებობს ბოროტი, რომელიც დღესასწაულო განწყობილებაში ჩასვრის სიტუაციას და აი გაშლაზე არის უყავისფერია ფერი, იმიტომ რომ ჩააკაკაშკა ადამიანმა ამ სადღესასწაულო განწყობილებაში და
მე მქონდა ერთი ეპიზოდი ცხოვრებაში, როდესაც ადამიანმა მოინდომა, რომ ესე ჩამიკაკაშკოს განწყობილება ხონია შეგვადა და საქართველოში ცხოვრობდა. ზოგადად მე არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ეს ადამიანთა მოდგმა ასეთია. აქეთ რომ ეშმაკის აქეთ ანგელოზი და ანგელოზი ყოველთვის აჯობებს გჯეროდეს. აი, შემთხვევის ანგელოზი გამომიგზავნა ღმერთმა. მე მქონდა დაწერილი იქვე პარიზში რომ ვიყავი და ეს წიგნი რომ ხელში ავიღე და აი ეს კულმინაციური მომენტი რომ ნახე, იქვე ერთ ღამეში დავწერე ეს ჩოჩრების თავგადასავალი. მაგრამ მე კიდე შემემთხვა ამბავი რომ ეს ჩოჩრების თავგადასავალი დავახატინე და წარვადგინე როგორც პროექტი, რომ დაფინანსებულიყო კულტურის სამინისტროში, მაგრამ იქ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა კომისია და თქვენს რომ ეს განაცხადი არ იმსახურებდა ისეთ სერიოზულ დაფინანსებას, როგორცაც მე ვითხოვდი და უარი მეთქვა. ამაზეც გავბოროტდი და მე კიდე 6 ზღაპრები. ამ ზღაპრების გაბოროტების გარდა ყველაფერი ეთქობა ჩემმანანა. ასე რომ ეს ყველაფერი ზედაპირული იყო და აი ასე მოკლედ შემთხვევის ანგელოზის წყალობით მოხდა ეს, რომ ერთ წელიწადში გიპატაკეთ, რომ კი ბატონო ვარ საბავშვო ავტორი. ნამდვილად ხარ საბავშვო ავტორი, საბავშვო მწერალი. მე მეც ვიტყოდი, მაგრამ კაცრად ამიგრძალეთ დილადრიან, ამიტომ რესპონდენტის სურვილი მისი უკიდეგანო თავმდაბლობაც კი ჩემთვის კანონია. ეს ეთიკა მოითხოვს ამ ჟურნალისტური და ვერსად გავექცევი და არც გვინდა აქედან გაქცევა. ეხლა ჩემო ქალბატონო დარეჯან, როგორც უტყუარ ალღოიან გემოვნებიან მკითხველს, ამაზე მეტის თქვა თქვენგანაც აკრძალული, რომ სწორედ დეკაცილებით მაღალი შეფასება მაქვს თქვენთვის. აი, ფიქრობთ, რომ ზღაპრების ეს ულამაზესი სამყარო კიდევ ერთი ახალი ძალიან საინტერესო მეზღაპრის ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით საბავშვო მწერლის დაბადებას ნიშნავს და გულისხმობს. და ვართ ამ ფაქტის მოწმენი, რაც მე ვიმეორებ, ძალიან მიამაყება, ძალიან მიხარია. ვიცი მას წარმეთყოლა ერთი წლის წინ და მქონდა ამას რეალური საფუძველი, მქონდა მისი 2 ზღაპარი წაკითხული ორატორი, მაგრამ ორატორი ზღაპრითაც როგორც წვეთში ოკეანის სულ თქვა, მიყვარს ეს შედარება, იგრძნობა ხოლმე პოტენციალი და შესაძლებლობები ავტორისა, რომელიც მან აი ბატონო დაგვარწმუნა ამაში. გისმენთ ქალბატონო დარეჯა. მოგესალმებით ქალბატონო დარეჯა, მოგესალმებით მანანა. დავიწყებ იმითი, რომ მანანას ვიცნობ რა ვიცი, წინაცხოვრებიდან ასე თქვა. ყველანი წინაცხოვრებიდან მოვდება. ჩემი დიდი პატივისცემამას, მის გამომცემლობას, მის შემოქმედებას, მის ნაწერს და ბოლოს რამდენიმე დღის წინ დამირეკა ქალბატონმა დიანამ და მითხრა, რომ მანანამ გამოსცა საბავშვო წიგნი ზღაპრები, ძალიან კარგი, ასეთი ისეთი. მითხარი, წავიკითხავ, როგორც ერთი რიგითი მკითხველი. და მე რო გადაცემას ვამზადებ და თუ შეიძლება რომ ვთქვათ ერთად ვისაუბროთ და მოვეფეროთ მანანას. მითხარ მანანას ისედაც მოვეფერები ამ წიგნის გარეშეც მითხარი მისი წინა შემოქმედებიდან და მომიტანა. მე როგორც ტელევიზიონში ბრჭყალებში პირველ რიგში წიგნში მიყვარს რა ვქნა ფერები. გამოსახულება პირველი გვერდი, შემდეგი გვერდი და როგორც მანანამ თქვა, შერწყმარი აქ ტექსტისა და ნახატის. მაგრამ არც შემთხვევაში არ დავეთანხმები, რომ გადაფარა. ერთი მეორის ღირსი, ერთი მეორის ასებს, ალამაზებს და წარმოაჩენს. ტექსტს ყოველთვის მე როგორც მეც ვაკეთებ ხოლმე წიგნებს და ყოველთვის მიყვარს ტექსტის შინაარსთან, ტექსტის შინაარსთან ახლოს ფოტოები, ნახატები, არა აქვს მნიშვნელობა. ის ერთმანეთს ავსებს პირიქით. არ გარბიხარ ნახატიდან, პირიქით როცა კითხულობ, იმასაც უყურებ და იმასაც ერთობლიობაში აღიქვავ. ძალიან მომეწონა ყველა, წავიკითხე, არ დაგიმალავ, 1.5-ჯერ წავიკითხე. უდროობისა და მოთორემ გადავათვალიერე ძალიან ბევრჯერ და რა ვიცი ახლა ყველა ზღაპარი მომეწონა, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა იას და პეპელას ურთიერთობა, იმიტომ რომ ერთ რამეს ვიტყვი, რომ აქ რომ წაიკითხავთ ამ წიგნს, ბიჭიკოც მომეწონა რა თქმა უნდა, მისი საცოლე, მისი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს თქვა საქართველოს ტერიტორიებსაც ეცნობი. აი ძალიან მომეწონა სენაკში ტეხურისპირას არსებული ციხე-გოჯი მოქალაქეები.
ეს არის რა ვიცი რამდენი საუკუნის ჩვენი წინაპრების აშენებული და მადლობა მათ ამისთვის და ადამიანს რომელიც ამ ზღაპარს წაიკითხა სამწიგს წაიკითხავს იქნებ გაუჩნდეს სრულიად რომ ახლოს გაიცნოს რა არის ეს არქეოპოლისი რა არის ეს ციხე-გოჯი და სად არის საერთოდ მდინარე ტეხური და სად არის გონიო და სიტყვა აშინერს რას ნიშნავს ეს მეგრელებმა ვიცით კარგად და სხვებმა ძალიან კარგად ისწავლეს და გაიგეს ამის შინაარსი არ ეგებს აი ქმედება რომელიც არ შეიძლება ნორმალურმა ქრისტიანმა კეთილშობილმა ადამიანმა ჩაიდინოს მე ასე მიხსნიდან და ასე მესმის მეც დაუბრუნდები იმ ზღაპარს რომელიც ძალიან მომეწონა აქ არის ქართულ ენაზე ქართულის გაფრთხილებაზე ენის გაფრთხილებაზე გრამატიკაზე საუბარზე დღეს ამ არეულ სამყაროში სამწუხაროდ ტელევიზიებიდან თუ რა ვიცი აი სოციალური მედიიდან იფრქვევა ათასნაირი გაუმართავი წინადადებები და ეს ბავშვებს ყურში ხვდებათ და მე ვფიქრობენ რა ტელევიზიით ითქვა ესე იგი საინტერესო და მეც გავიმეორებ და აი კარგად ამბობს მანანა რომ არ უნდა შემოუშვა შენს ენაში ის უცხო ისეთი რომელიც თქვა არ შეიძლება შეერწყას ქართულ ენას მადლობა ამისთვის მანანას ნუ იები მიყვარს უზომოდ პეპლებიც თავისთავად და აი მათი ეს ურთიერთობა რაღაცა ადამიანების ურთიერთობას მაგონებს და ნუ ბიჭიკო მომწონს გადასარევი კაცია იბრძოლა იომა დაუბრუნდა თავის ოჯახს თავის აყვარელ ცოლ-შვილს მე რა რომ ის ერთი იყო თქვათ იმ მრავალთაგან იყო განსხვავებული გამორჩეული და იმან იბრძოლა და დაამტკიცა რომ ის ნამდვილად იყო ერთადერთი და გამორჩეული იმ სამყაროში თავისიანებში ნუ დანარჩენზე მე ვისაუბრებ მაგრამ ოფელინას ერთგულმა გალობამ დააბრუნა რა თქმა უნდა ესეც საოცარ სიმბოლოდ აღვიქილე ჩემო მანენა რომ აი დედა ბოძი ქალის დიდი სიყვარული უანგარო და უანგარიშო და უპირობო სიყვარული ისე დონჟუანად დაბადებულ მამაკაცებს კი მოაქცევს და ამ სიყვარულის მეტრფეთ აქცევს ნუ ქალი საერთოდ ყველაფერია ოჯახში ქალი დედაბოძიც არის სწორედ დევს ამ კონტექსტში სიძლიერეც არის ლამაზად და რომანტიულად რაც მთავარი არა ისე რომ აეხანგელებ არა ძალიან ლამაზად აი ამ და ეს ურთიერთობა მათი თქვა ყოველგვარი ძალ სადიყავე ამდენ ხანს რა როგორ პირიქით მან აგრძნობინა თავის მეუღლეს ბიჭიკოს პატრიციონ ბიჭიკოს რომ ის მთელი ცხოვრება ელოდებოდა და ღირსი იყო რომ დაბრუნდა და მას დახვდა თავისი ოჯახი კი ბატონო და ამიტომაც აი სწორედ რეცენზენტმა ალბათონმა სადღობელაშვილმა მას სიყვარულის ჰიმნი უწოდა და ძალიან მომეწონა იცი რაღაცნაირად აი რაღაც მთლიანობაშია დანახული რაზე დგას ოჯახის და მე მაინც ვიგულისხმერო ქართული ოჯახი ზოგადად სამყარო მაგრამ რა ვიცი ძალიან შორს მიდის არა მხოლოდ ქართველ უცხოელ მეცნიერთა კვლევები რომ სამყაროს ფუძე და ჭიპი გამოყავთ საქართველოს ძალიან მინდა დავიჯერო მაგრამ ჯერ ამას კიდევ ალბათ ჭირდება დასაბუთება თუმცა ბევრი ფაქტი ამას მოწმობს რომ აი სწორედაც აი ქვაკუთხედი ხო ოჯახია ერის ქვეყნის სამყაროსი და იმ ქვაკუთხედის დედაბოძი ქალის უანგარო ვიმეორებ უანგარიშო და უპირობო სიყვარული და ერთგულება უსაყვედურო რომელსაც აი სიყვარულო გალობის გზით მოხავს ყველაზე ჯიუტი და დონჟუანი მამაკაცი კი საბედისწერო თავგადასავლების შემდეგ აი კერაზე რომელიც მან დატოვა და ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვთქვა არ გამიბრაზდებით რა თქმა უნდა დღეს ძალიან ბევრს აქვს სურვილი გამოსცეს წიგნი ძალიან საინტერესო იდეები აქვს პროექტები წერენ ამზადებენ მაგრამ ეს ყველაზე მთავარს რომ დაფინანსება როგორ შეიძლება თქვათ წიგნი დაბეჭდო დააფინანსოს ვიღაცამ და მადლობა იმ ადამიანებს ამაზე დეტალურად მანანა ისაუბრებს მეც მქონია ეს შემთხვევა რომ ისეთ ადამიანებს უთქვიათ უარი წიგნის დაფინანსებაზე რომ აი გული დამწყვეტია მაგრამ მე არ დამიხევია უკან არ გავჩერებულ ვარ გზა გამიგრძელებია და მიპოვია ეს ადამიანები ვისაც აქედან დღეს თქვენი გადაცემიდან მილიონ მადლობას ვეთქვი და მანანაც
ვუერთები ამ მადლობას ნამდვილად. აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, წიგნებიც უნდა გამოიცეს, ეკლესია მონასტრებიც უნდა აშენდეს, ოჯახებიც უნდა აშენდეს, შვილებიც უნდა გავზარდოს და ვასწავლოთ სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, რომელზეც განსაკუთრებულად საუბრობს მანანა თავისუფლებაზე. რა არის თავისუფლება? მადლობა ჩემო ქალბატონო, იმიტომ რომ ეს საქმე არ იქნას, სულიერება არ იქნას. თუ წინ არ მიყავს ეს თაობა, მისი სულიერება, მისი ზნეობა, მისი ღირსება, ის უკან წავა, ერთ ადგილას ვერ გაჩერდება. შენ ამას ემსახურები ჩემო მანანა, ნუ ხა 7 შვილიშვილის ბებო და 3 შვილის დედა. ამაზეც აგიტალური მაკლაპარაკი, მაგრამ ასე არ არის, იცით ეს უკმალო, მთელი ეს სიტყვა, სიყვარული, ამაგი გამოცდილება ამ ნიჭიერი ქალის არსში, თორე შეიძლება 15 შვილი ყავდეს და ერთი საყარი ვერ დაწერო, ახლა სხვა ამბავია მანანა. ნიჭიერება სხვა არის, მაგრამ ის ფუნდამენტი, ის გამოცდილება, მე მგონი რომ 16 წლის მანანა ამას ვერ დაწერდა, თუმცა ის დიდებისთვის მაშინ ძალიან საინტერესოდ წერდა უკვე და მაუცებდა ეს პატარა სტაჟიორი გოგონა. კი ბატონო, ეხლა რა მინდა მანანიკო გკითხო. ჯერ ჩემს კითხვას უპასუხოს თუ შეიძლება. კი ბატონო, ეხლა ერთი სადღე გძებე მეც. კი, ბრანდენის გაგეხარების ბოლოში ეს ხათაშორის არტ რედაქტორმა მოიფიქრა ეს დანელია. მთელი საგამომცემლო ჯგუფი დავხატა. რატო? იმიტომ რომ აუხსნათ ბავშვებს, რომ წიგნის კეთება არ არის, აი პოსტის დადება, რომ რაღაცა მოიფიქრე, ფოტო დაადე და წიგნის კეთება მოითხოვს იმას, რომ წიგნი იყოს კონცეპტუალური, გააზრებული, ყავდეს აი სერიოზული შემადგენლობა ვიღაცამ, ავტორის ნაშრომი უნდა წაიკითხოს, რომ იქ რედაქტირება ჭირდება ქართული ენის სამრეკლოდან, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს. რამდენიმე სიტყვა ამოვიღე, იმიტომ რომ ლექსიკურად რო გამიმართა ელზანა ვახტეველმა, რომ შენ ამის თქვა გინდა და ეს დაწერეო, მივხვდი რომ ავტორი ვარ, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ზუსტად ვიპოვნე ის სიტყვა და მე რეცენზენტი პატანათრუშვილი დავწინის, რომ ზღაპრები და ლექსიკონი მე არ გამიგიაო, მაგრამ რა ვქნათო, კარტოსი ვთავაზობს და მივიღოთ ეს ამბავიო და მიშება ერთი დიდი ღირსება ამ წიგნის მე თუ მტკითხა და აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მე ხო გამოთქდა, რომ მეც ვიპოვეო ამ ლექსიკონში ახალი სიტყვა, რომელიც ქვილთი არ უცოდნია რა იყო და კიდევ სიტყვის პატარაცლიში. შენი დიდი მეგობარი სარედაქციო ჯგუფი. ამ სარედაქციო ჯგუფში მხატვარი, ილუსტრატორი, რომელმაც მე თუ თქვა ერთ კვირაში დავწერე ეს ტექსტი, ამ ადამიანმა 4 თვე იმუშავა, რომ ეს ილუსტრაციები შეექმნა. მე რედაქტორი ქალბატონი ელზანა ვახტეველი, რომელიც ესე იგი ზუსტად 1000 ჯერ მიუბრუნდა ჩემს მოვლენებს ჩემო ძვირფასო ელზანა ვახტეველი ცალკეთებაა და ისევე როგორც მხატვარი, ასე რომ კარგი. მაშინ აი დაფინანსებასთან დაკავშირებით ვიტყვით. ამ შემთხვევაში ჩემი ქალიშვილი შორენა შავშტაშვილი გამოვიდა შემთხვევით დამფინანსებელი, იმიტომ რომ აღმოჩნდა აი ეს რაღაცა პროგრამა ქონდა, სადაც სრულიად შემთხვევით ჩაჯდა საბავშვო წიგნის მოთხოვნაც, იმიტომ რომ ლონდონის წიგნის ბაზრობიდან რატომღაც საბავშვო წიგნზეც იყო, საბავშვო წიგნზეც აღმოჩნდა ინტერესი და აი ჩემი გამზადებული პროექტი სრულიად შემთხვევით ჩავარდა ეს სიტუაციაში და ეს იცით რა არის, აი არის ნამდვილად გამომცემლის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ძვირი სიამოვნება არ არის აფისი სიამოვნება. აი ეს წიგნი შეიძლებოდა 10 ჯერ მსუბუქი ყოფილიყო, რომ ფული ყოფილიყო უკეთესი ქაღალდის, რომელიც არ არის მძიმე, მაგრამ ის კიდევ უფრო გააძვირებდა. მეორე მესამე გამოცემებისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის გააძვირებდა ამ პროექტს და ამიტომ აი დავბეჭდეთ ამ პროექტს და ესეთი აპარი მადლობა. ნაწილობრივ უპასუხე. ჩემო მანანა, ეხლა ბავშვებისთვის ისევე უნდა წეროთ, როგორც დიდებისთვის და კიდევ უფრო უკეთო. მოძღვრავს კლასიკოსი, ჩვენთვის კარგად ცნობილი. ასეა. დიდებისთვისაც გიწერია წლების განმავლობაში და ეხლა ეს სასწაული დავიდე უკვე პატარების სულთან. მე ხო აი ეს მაგალითი რო ვთქვი, რომ იმდა პარაშუტით დავეშვი ჟურნალისტიკიდან ამ საბავშვო ლიტერატურაში. მე ვიცნობ ქართულ
ქართულ საბავშვო ლიტერატურაში მწერლებს, რომლებსაც რკინის ქალამნები აწვიათ, აღჭურვილი არიან პედაგოგიკის წოდნით, აღჭურვილი არიან საბავშვო ლიტერატურის განვითარების ეტაპების გააზრებით რაღაცით და ისე ემსახურებიან ამ საქმეს და მე მინდა მათ წინაშე ქედი მოვიხარო. იმიტომ რომ ის აღიარებული ავტორები არიან. ყველა თავისი გზა აქვს, ჩემო მანამ არა, მithumetes შემოქმედება. მე წარმოდგენა არა მაქვს ეს არის თუ არა საბავშვო ლიტერატურა. აი უბრალოდ მე მგონია რომ არის აქ რამდენიმე გმირი, რომელიც შეიძლება მოიწონოს და შეიყვაროს ბავშვმა და მე რაღაც დროს კიდე მიუბრუნდეს ამ იმას. აი მან არ შემიძლია დაბეჭდებით თქვა რომ ეს რა არის ზუსტად. ყველაზე უკეთესი ზღაპარი არის ყოველთვის სადიდოც და საბავშვოც. ანუ ნებისმიერი ასაკის ადამიანი იპოვის მასში ძალიან საინტერესო მარცვალს და საფუძველს იმისა, რომ რამდენჯერმე მიუბრუნდეს. პრინციპი მე როგორც ერთი რიგითი მკითხველი ვფიქრობ, რომ არაერთხელ მიმახედებს ამ შენი ძალიან მომხიბლავი ბრძნულად დაწერილი წიგნისკენ ის ინტერესი, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან მოყვება. ინტერესი სამყაროს შეცნობისა ჩემო მანენა. ისევ ჩვენი ძვირფასი არის რეცენზენტი ქალბატონი დავესესხები მასო. ადამიანი რომელიც ბავშვობაში არ დარჩება, უბრალოდ არ წამოიღებს ბავშვობის სიხალასეს, სიძფერეს და რაღაცა ცნობის მოყვარეობას, სამყაროს შეცნობისა, სამყარო ამოუწურავია, რომ ვინ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი გენი ამოუწურავ. აი ეს ცნობის მოყვარეობა და პლუს წლების უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც იმ ბავშვობის სიხალასით შენ გაგაცემინებს, პასუხებს პატარისთვის საინტერესო კითხვებზე და ეს შემთხვევითი არ არის სათაური წავიკითხოთ უფროსებს. მე სულ მაოცებ და რატომ ითვლებოდა ჯანი როდარის საბავშვო მწერლად, როცა მას დიდებისთვისაც და დასრულობის ასაკში ვეროთ მეც პოულობ მასთან ჩემთვის საინტერესოს, თუმცა ბავშვობიდან გვიყვარს ხო ეს ჯანი როდარი ისეთივე საყვარელი მეზღაპრე იყო ჩვენთვის ბავშვობიდან, როგორც ჩვენი ქართველი კლასიკოსები, მასთან და მისით გავიზარდეთ ხო. ანალოგიურად ასტრიდ ლინდგრენი, განა დიდი ბებო, რომელიც უკითხავს შვილიშვილს მის ზღაპრებს, ის არის არ პოვებს სიამოვნებას ამაში და მისთვის არ არის საინტერესო. ყველა ღირებული ვიტყვი ძალიან თანდაბლურად ტექსტი თანაბრად თუ არა მეტნაკლებად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის და ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სასიამოვნო რამაც გამოროცა მე დავინახე რომ სწორედაც იქნებ უფროსებმა მეტი ამოიღო ნაკედან ჩვენს გაუხეშებულ ყოფაში სწორედ ის სიკეთე, ის სინაზე, ის სილამაზე, რომელიც ცოტათი მიგვავიწყდა სავით ამ დუხჭირ ყოფაში და სწორედაც იქნებ ამიტომ არის ძალიან დროული ეს კეთილი ზღაპრები, კეთილი და ბრძნული ზღაპრები შორს წავალ ახლა მე არ მინდა რომ თქვენზე მეტი ვილაპარაკო. ჩემო დარეჯან, აი სწორედ მე არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ამ საზღაპრეც ჩვენმა მანენამ ძალზე დამაინტრიგებელი სახელწოდება გაუკეთა. წავუკითხოთ უფროსებს. როგორ ფიქრობთ, რატო გადაწყვიტა ასე ავტორმა? მე ნაწილობრივ თითქოს გავეცი ამას პასუხი, მაგრამ ეს ჩემი პოზიციაა. თქვენი აზრი მაინტერესებს. უფროსებს იმიტომ უნდა წავუკითხოთ, რომ რასაც მშობლისგან ხედავს ბავშვი, იმას ირეკლავს, ითვისებს, ისვრუტავს, ასე ვთქვათ. როცა დედა, მამა, უფროსი და-ძმა გამართულად საუბრობს, ბავშვიც გამართულად საუბრობს. როცა თქვათ დედა, მამა კარგად იქცევა და შეუძლია ბოდიშის მოხდა და ბოდიშის იხდის ღირსეული ადამიანი, ეს მისთვის მაგალითია. და ესეთი მაგალითები არის უამრავი ამ წიგნში და მე გავაგრძელებ თქვათ ჩემს ნათქვამს, ამ წიგნს ახლავს ზღაპრების სიტყვანი. აი ეს არის აუცილებელი საკითხავი მართლა დიდებისთვის, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში საუბარში წერის დროს, რა ვიცი, ჩვენ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ, არა და ქართული ენა, ქართული ლიტერატურა იმდენად
დიდარია და იმდენი კარგი სიტყვები გვაქვს, რომ აი არ გვჭირდება ჩვენ სხვისგან ცესხება და აქ ძალად შემოტანა. და ესეც ერთი ცალკე წიგნად შეიძლება გამოიცეს ეს სიტყვანი და მეც ძალიან ბევრი ესეთი სიტყვა მიპოვე და მისი განმარტება, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ არ ვიცოდი და ალბათ ბევრი იქნება ჩემნაირი. არანაკლები ინტერესით იკითხება ვიდრე ზღაპარი. მე ვფიქრობ, სწორედ ზღაპარს მიდევნებობს აქ ეფექტი, იმიტომ ბავშვი როცა კითხულობს და იქ რაღაც ბუნდოვანია, სწორედაც იქვე და არასდროს ეძებოს. თუმცა აქ ის არის ძალიან ბრძნული დარიგებაც არის, რომ ზოგადად მიჰყავს ლექსიკონისკენ ავტორს პატარა. აი მეანიშნებს, რომ არსებობს ასეთი სხვა სამყარო, სულხან საპას სიტყვის კონდეს პატრონები ვერ ცხარო არაფერი და უამრავი სხვა ლექსიკონი გვაქვს და აი იმ გზისკენ გაახედებს აი ამ სწორედ ამ ზღაპარს მიდევნებული არაჩვეულებრივია. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი დიდი ღირსება სწორედ ამ უბრალოდ მე არ მიცემ ჩემთან ახლა უფლებას ესენი წავიკითხო, მკითხველს დიდი სიამოვნება ელოდება. დაუტოვოთ ეს სიამოვნება აუცილებლად უნდა წაიკითხონ. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები მანანას და თქვენ ჩემო მკითხველებო, წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ ამ წიგნის გაცნობით და მადლობა მანანას და ველოდებით შემდეგ სერიებს, შემდეგ წიგნებს. კი ბატონო, აუცილებლად. ჩოჩრების, კუების, ბატკნების, მამლების, ის პილოს და თუთიყუშის ბოქლომის და მაკრატლის საოცარი ზღაპარი ესეც ზღაპრული თავგადასავლების სწრაფად სულ მოუთქმელად იწერებოდაო. ამბობს მანანა, წერს სხვა კონტექსტში, სხვა გარემოებათა ხაზ გასასმელად ჩემო მანანა. აი ამან გამაროცა ცოტა არ იყოს. მესმის პოეზიაში ასეთი მოზღვავება სათქმელისა ჰაინერო წერდა, როგორც ცრემლები ერთბაშად გვადგება თვალზე, ასე ერთბაშად იბადება ლექსიო. აი ზღაპრის შემთხვევაში მე სულ მგონია, რომ ამას ცოტა მეტი წვალება, მეტი დრო, აი ეს ვერ წარმომედგინა, რომ იქაც ხდება ასეთი ამოფრქვევა სათქმელისა. ეს როგორ ხდება? ეხლა მაქვს უკვე საშუალება გავიაზრო ეგ როგორ და თუ შეიძლება რომ ცოტა სამზარეულოში შეგვახედოთ. ესე იგი ჩემს დიდ ოჯახში დღის წესრიგი შეიცვალა და საჭირო გახდა რომ აი ეს რაღაცა ამ განცდებზე თითოეულ ოჯახის წევრს ცალ-ცალკე დავალაპარაკებოდი და აქ არის მიძღვნე თითოეულს ცალ-ცალკე ველაპარაკები. მაგრამ აი მე ფორზატში რო დაიბადა ეს ის რო ალაზანო და ალაზანო რაღაცნაირად თითქოს აი ამ დალაპარაკებაში თითქოს გამოვატანე ეს განცდა ამ წიგნს და ეს ჩემთვის პატარა აღსარებაც არის და ანუ ჩქარა დაიწერა იმიტომ რომ ამ განცდაში დიდხანს ვიყავი და მე უცებ დაიწერა და აი ფორზატს მინდა მიაქციოთ ყურადღება ეს იამ როგორ გაიაზრა მხატვარმა რომ აქ არის მზეც და მთვარე და ვარსკვლავები და ეს ჩემი ალაზანო და ფორზაცი ბოლოში არის უკვე მზე ჩადის და მთვარე და ვარსკვლავებია ანუ ეს თავიდან ბოლომდე არის ისე კარგად გააზრებული რომ ვინც კი ესეც ერთ რამე დღის მერტო ჩემო და ეს მაგონებს მე ქვემოთ წერ ამაზე ასე რომ სიტყვას არ დავასწრებ მოვლენებს აი თქვათ წარმოვადგინე ხო სარედაქციო ჯგუფი ხო წარმოვადგინე მაგრამ კიდე ერთი ადამიანი ვინც ეს შექმნა არ მოხდა იქ რატო იმიტომ რომ სტამბაში რომ მივიდა და იმ გოგომ რო ნახა რომ არტ რედაქტორი თხოვდა რომ ამოჭერი ეს ორთვალა ია და გვინა გავაკეთოთ სანიშნე რა კი აქ ორი თვალი იყო იმ გოგომ აუცილებლად მოინდომა რომ თასმაც ორი ყოფილიყო და რაღაც აი ვის ხელშიც მოხდა ყველა შემოქმედებითაც შეხედა ისეთი ამაგი დაასდო რომ ეს უნდა გაგიმართლოს რომ შეხვდეს ასეთი გუნდი იმიტომ რომ გავიმეორე წლები ბატონო მაგის დისტატიობა ჯერ კიდე დილის გაზეთიდან ეხლა ვიცი რომ მომხდება შენგან ლეგენდარული იყავი ჩემო მანანა ლეგენდარული თუნდაც იმიტომ რომ დღესაც არის ბოდავენ ის ბავშვები დილის გაზეთელების გუნდი ჩავტიარა არმია ჩამოყალიბდა რომლებიც მისტერიან და შენატრიან იმ წლებს სადაც დაფრთხილდნენ მანანას ფრთების ქვეშ ისინი და ამ გუნდის შექმნის დიდოსტატით ბრძანდები
ამიტომ შევიკრიბეთ სწორედ დღეს ჩვენ აქ და თქვენ უკვე გამოარჩიეთ შებოდარეჯან და ასარით მოვლენებს პერსონაჟი რა თქმა უნდა ის პეპელა და ლურთვალა ველური ანუ ბუნებრივია აიტაც ყველაფერი ბუნებრივის აპოლოგიაც არის ეს ზღაპარი სხვა ბევრ ღირსებასთან ერთად მაგრამ აი კიდევ რომელ პერსონაჟს გამოარჩევით თუმცა ორივე პერსონაჟს მიუბრუნდება მე არ მეგულება აქ პერსონაჟი რომელიც არ მომენატრება რაღაც ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა და რაღაც მომენტში თუნდაც სულის მალამოთ რომ მიუბრუნდე და აი ნახო რა ლამაზი სამყარო შეგვიქნა ქალბატონმა მამენა კიდევ ერთხელ ხა ყველა კარტები არ გავხსნათ ცოტა საიდუმლო და დაუტოვოთ მკითხველსაც მაგრატლის და ბოქლომის ურთიერთობა სპილოს და თუთიყუშის ურთიერთობა აქ რა დავინახე იცი აი სპილოს და თუთიყუშის ურთიერთობაში აი ჟურნალისტური ხასიათი სწრაფვა პირველობისკენ ექსკლუზივისკენ რომ აი მე ახლის დანახვის სიხარული მე უნდა და სხვისთვის მიწოდება პირველობა აი ეს დავინახე აქ და რა ვიცი თითოეულ ზღაპარში არის აი ეს სწრაფვა უკეთესობისკენ რომ ხვალდილას აუცილებლად ამოვა მზე და გაანათებს ამ ასე ვთქვათ სამყაროს დედამიწას ჩვენს გულებს და კიდევ ერთხელ მადლობა მანანას ამისთვის შეიძლება მე გამოვყო კი ბატონო აი რა თქმა უნდა თქვათ ეს თუთიყუშის და სპილოს დიალოგი ფაქტობრივად ჩემთვის რა არის საკუთარ თავთან დიალოგი რომ ეს ჟურნალისტიკა რა იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი წარმავალი თუ მაინც იყო რაღაცა რაც უნდა დარჩეს და ბოლოს აი ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ფინალზე რომ მაინც სპილოს უნდა დარჩეს ბოლოს სიტყვა თუ თუთიყუშს და მაინც თუთიყუშს ანუ ჟურნალისტიკას დაუტოვე ბოლოს ჟურნალისტიკას ხო რომ მაინც აი იმას რომ არ გადაერჩინა ეს სპილოს ისტორია არ ეცოდინებოდა ხო ეგეთი ამბავია ჩემთვის მაგალითად ასკილის ბუჩქი ასკილი რა არის ყველა ვარდის დედა ხო და რო შერყონიან ამ ასკილს და იქ რო ხდება გარდატეხა სიტუაციის აი ჩემთვის ეს ასკილის ბუჩქია ძალიან სიმბოლური ზოგადად სიმბოლოებით დაყრდნილია ეს თქვენ ახლა ეს ოფელი ლია ერქვა დედაჩემს და ამ დროს შექსპირიდან მოყოლებული ეს არის სიყვარულის სიმბოლო ხო და მე ისე აი ეს ნამდვილად რეალურად ესეთი სიყვარულით იცხოვრა დედაჩემა და ბოქლომის და მაგრატლის ამბავი ეს უკვე ჩემი სიყვარული ანუ მე ვერ შევძელი დედაჩემისნაირი სიყვარული მქონოდა იმიტომ რომ რაღაც უფრო სხვანაირი ამბიციები მაწუხებდა ცხოვრებაში და ამიტომ განცდის დონეზე აი ეს გმირები მართლა განცდით გაკეთებული გმირები არიან და ალბათ შეიძლება ამით იპოვნონ გზა იმისკენ რომ მართალი და განცდით გაკეთებული მკითხველთა გულებისკენ ქალბატონო მანანა სიტყვანი რედაქტორმა შეადგინა ზღაპრების ერთ-ერთი გმირის აბჯარასხმული ის ჯერ აბჯარასხმულია ხო სასწაულია პროტოტიპი სწორედ ჩემი წიგნების რედაქტორი და მეგობარიაო წერთ ავტორის წინასიტყვაობაში იმიტომ ხომ არა რომ ეს მოგრძალებული უთქმელი და თავმდაბალია აბჯარასხმულ მეომარს ემსგავსება როგორც კი დედაენას უბოდიშოთ ეხებიან დასაოცარ სიჯიუტეს იჩენს ხოლმე სისხლის ბოლო წვეთამდე იცავს ქართული ენის საზღვრებს, კანონებს, ამოცანებს, მიზნებს. მე ვიტყოდი, რომ ეს ავტორის მონდომებაც და რედაქტორის და რაც თორემ ხატვარი როგორ მიყვება აი ამ ლაიტმოტივ შენი ზღაპრებისა, რომ აი სწორედაც 2 დღის წინ ქართული ენის დღე იყო. დღეს ხო და ჩვენ საქართველოში სულ ქართული ენის დღე გვაქვს ჭეშმარიტ ქართველებს მიასენ ყოველ დღე უნდა გაუხსნათ აი თუ შეიძლება ელზა ნაბახტევლის შესახებ უფრო დაწვრილებით აი ერთ შტრიხს ვიტყვი და ყველაფერს ბატონო ჩვენ კიცით მაგრამ მინდა აი რო არის ფრაზა მოთხოვნადი დღევანდელ დროში არის ავტორიტეტული და მოთხოვნადი რედაქტორი და მაგრამ რა ხდება ელზა გააკეთებს წიგნის რედაქტირებას მე ამ წიგნს მიაყოლებს 300 გვერდიან ახსნა განმარტებას ავტორისადმი რა გაასწორა და რატო გაასწორა მე შეგვებულია იმას რომ ის ავტორი იქიდან 10%-აც არ გაიზიარებს მაგრამ
ძალიან მშვიდად ყველა ახალ წიგნზე ისევ იგივე შემართებით იწყებს მუშაობას. უბრალოდ დაფიცებული აქვს, რომ თარგმანებს ხელს აღარ მოკიდებს, მაგრამ უკვე იმდენჯერ იყო გამონაკლისი, რომ მაინც მოკიდა და შეასკდა და მაინც არაფერი არ გამოუვიდა, რომ მეც ვაძალებ, რომ ელზა აღარ გინდა ეხლა ამ თარგმანის ხელის მოკიდება აღარ გინდა, მაგრამ აი რა არის შინაგანი ხმა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, უფლებას, რომ არ ვიცი, ეს არის ფასდაუდებელი ადამიანი, ჩვენ ვიყავით თანაკლასელები. ის გახდა ისტორიკოსი, მე გავხდი ჟურნალისტი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში ვიცოდი, რომ ის ჩემი რედაქტორი იყო, იმიტომ რომ მე არ მიყვარდა გრამატიკა, წერდი მილიონს ისულელეს და ის ყველა ჯერზე არ ეზარებოდა და ეს ქვეწყობილი წინადადება, აქ ეს ქენი, იქ ის ქენი, რაღაცებს სულ მეუბნებოდა და მე ისეთი ავტორიტეტული სტილისტების სკოლა გამოიარა. დავიცი, ხო, ეხლა უკვე იმათ მემკვიდრეთ თulis თავს, ლევან თოლორდავა ვთქვათ, ცისანა ნიკოლეიშვილი ვთქვათ, კიდე იყო 1-2 ვისაც შევთხოვა. ხო და ესე იგი, ის თulis რომ მათ წინაშე ისეთი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ვერასდროს ვერსად ვერ გაიქცევა ამ პასუხისმგებლობას და აი ეს ადამიანია და რა ვიცი, ჩემ პატარა ზღაპარში თუ ეს ხასიათი რაღაცით გამოჩნდა. ნამდვილად გამოჩნდა. მეც რაც ვიტყვი, აი ეს არ ვიცი ხა ძალიან ვერიდები ხმამაღალს, მithom ორივე რაღაც უკიდეგანო თავმდაბალი ადამიანის შემთხვევით და ამასაც ვაფასებ და ეს მიყვარს სწორედ ქართველ ადამიანში მაღალთა თავმდაბლობა ოდით და ოდით ამას არ ეღალატება ხომ, მაგრამ მაინც სათქმელი უნდა ითქვას, რომ აიას ლაიტმოტივი დედაენაზე გაზრდილი ქალბატონის გაწერილია ეს წიგნი და რა ჩემ ურჩხეიძეს ქონდა ეგეთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი ძალიან სამოქალაქო შეერთებებია მაგრამ ბევრი გეგულებად მაგის დამნახავი და გამეორებელი და მაგაზე მაქვს სწორედ ლაპარაკი რომ ჩვენ დედაენაზე გაზრდილი თაობა ვარ და აი ამ წინა გადაცემაში რომელიც 14 აპრილს გავიდა დედაენის დღეს ბატონ ბადრისთან მქონდა მაშინ ინტერვიუ აი დაჟინებით ვიმეორებ რომ აი გაისად 2026 წელს იცით კარგად არის უკვე 150 წლისთავი გოგებაშვილის დედაენის შექმნისა. იქნება 150 წლისთავზე მაინც დავაბრუნოთ მეთქი დედაენა ჩვენ ობლად დარჩენილ სკოლებში და მიტოვებულ სკოლებში მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და დღესაც მინდა რომ ეს წიგნი იმ ყველაფრის მერე იყო ჩემთვის საჩუქარი რომ აი იმ პატარა მინი ლექსიკონებს წინ უძღვის სწორედაც ეს საოცარი ყვავილი ეს ია და სიმბოლო ჩვენი დედაენის სიმბოლო აი ია ეს მხატვარმაც შეიგრძნო ავტორმა ხომ კი ბატონო ჩვენ ერთმანეთისგან ყველანი რაზე ლაპარაკი და დედაენაზე გაზრდილი თაობა ვარ და გვინდა რომ ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც გაიზარდონ დედაენაზე და ეს წიგნი სწორედაც არის დედაენის სამყაროში მიბრუნების ერთი ძალიან წარმატებული ცდა ეს მინდა ვთქვა ჩემო მანენას შეიძლება პატარა შენიშვნა გავაკეთო ბატონო გააკეთეთ ესე იგი აი გოგებაშვილის დედაენა რომ უპირობოდ არის ძეგლი რომელიც უნდა დარჩეს ამაზე ორი აზრი არ არის მაგრამ აი ეხლა უფროსი შვილიშვილი ჩემი 20 წლის არის 20 წლის წინ სკოლაში რო შევიდა მას მისცეს ბაკურ სულაკაურის გაკეთებული დედაენა და მე ავშრობდი იმდენად განსხვავებული მიდგომა იყო მაგრამ სამ თვეში ისწავლა კითხვა ბავშვის ნიჭიერებაც არის მიდგომა როდესაც აი მთლიანად მარცვლით ასობგერებით კი არა აი მთლიანად სიტყვის აღქმით ასწავლის წერა კითხვას მე არ ვარ წინააღმდეგი რომ ესეც პარალელურ სივრცეში არსებობდეს მაგრამ გოგებაშვილის მიდგომა გოგებაშვილის კითხვა აი ამ ლექსიკურ მარაგთან სიახლოვე ეს რომ აუცილებელი ამაზე ორი აზრი არ აქვს თუმცა კი ბატონო მაგაზე ლაპარაკეთ ჩვენს ნაზრებში რომ ეხლა აი ძიების წინააღმდეგი რომ არა როგორ გეკადრებათ ხა საიდან რატო დარჩა ეს თავისუფლება არ ვიცი ძიების წინააღმდეგი არ ვიცი
მე რანაირად ვიქნები ძიების წინააღმდეგი, მაგრამ საფუძველი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე მაქვს ლაპარაკი. კი ბატონო, ზოგადად პროტოტიპებზე, რომლებიც გარს გახვევიათ, ასე ბრძანეთ ჩემო მანანა და სხვა პროტოტიპებზეც ხომ არ იტყოდით 2-20 სიტყვას. აბა ვიზე გითხრით. სხვა ზღაპრების პერსონაჟთა პროტოტიპებზე ნაბახტეველი გასაგებია და ეს რაღაცა დიდი. ჩემი ოჯახის წევრები არიან. კი ბატონო. აი მამლაყინწა და მამაშვილის ურთიერთობა, ეს მარადიული თემა. მამლაყიშვილის პირველობისთვის, რეალიზებისთვის, დამტკიცების რაღაცა დემონსტრაცია. ეს არის იქ პირველობის ასპარეზში. მე არის შერიგება. აი მაგალითად რაღაცა უთანხმოება არსებობდა ჩემს შვილებს შორის და გადასალახავია. კუშნების მიერ დაძმა შორის. და ჩვენ დიდი ოჯახი ვარ და 15 ოჯახის წევრი ვარ და აი ამ ოჯახის წევრთან დაკავშირებული 1.50. ამიტომ აი დიდია სივრცე და დღევანდელ პირობებში თან კოვიდის ეპოპეა რო გამოვიარეთ და რაღაცა დიდი გამოცდა ყველა ოჯახის წინაშე. ზარები იყო და აი ზარებს ეხლა კიდე იმ ზარებს კიდე ვავსებთ ეხლა და აი ეს დიალოგია არის. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. ყრბათათვის ბოლო კეთილზღაპრებს გზავდა ადამიანი უხსოვარი დროიდან, ალბათ იმიტომ ბუნება გაეფაქიზებინა მათთვის სილამაზისა და სიკეთის დანახვა, დაფასება ესწავლებინა. მერე კი დასრულისაგან ამ სიკეთის სილამაზის დაცვასაც ითხოვდა. ვინაიდან ერთი მეორის გარეშე ვერ შობს სიყვარულს, რომლისოდაც ადამიანთა ყოფა ერთი რაღაც აუტანელი ტვირთი და გაუსაცლისი არსებობა იქნებოდა და სხვა არაფერი. მანანა ზღაპრები ბოლო კეთილია, არა დარეჯან? აუცილებლად. ბოლო კეთილი ზღაპრებია და განსაკუთრებით მხიბლავს ამ ზღაპრების ბოლო აკორდები, ანუ წერტილის დასმის ხელოვნება, რომელიც ჩვენ სხვათა შორის ჟურნალისტიკაში გვასწავლეს, მაგრამ წერლობაში კიდევ უფრო საინტერესო და საბავშვო წერლობაში მით უფრო. ორიოდნი მოსდავი მოწნებს სამწუხაროდ გვანიშნებე, რომ დრო გვეწურება, თუმცა დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რა თქმა უნდა, ამ დიდებულ ზღაპრებზე, აი ბოხმიანი ბოქლომი და მატრაკვეცა მაკრატელის ენდინგი, ანუ დაბოლოება. ასეთი ეფექტურია. ავტორი თითქოს გაწელულ და სანაგვეზე გადაგდებულ ბოხმიან ბოქლომს ახალ სიცოცხლეს უბრუნებს, სიყვარულის ქალაქიდან ჩამოსული რომანტიული ტურისტის ხელით და აბანოთუბანში. სიყვარულის ხიდზე მიუჩენს საპატიო ადგილს პარიზის შეწირული გულების კათოლიკური ტაძრის ანალოგიით. ან კიდევ ასეთი ბოლო აკორდი სხვა ზღაპრიდან. პეტელა შეესწრო ის ბოლო ამოკვნესას, როცა ერთმა პატარა უბოროტო ბიჭმა დედის გულის გასახარად მოწყვიტა ის ყვავილი. დედას ესიამოვნა შვილის ყურადღება, მაგრამ იცოდა ფოთლებს შემოცლილია, ხელშივე დაუჭკნებოდა და უბის წიგნაკში ფურცლებს შორის ჩადო. სასექტემბროდ კი ამ ის ყვავილით პირველ კლასელ ბურთიკოს გამორჩეული სანიშნე გაუკეთა დედაენისათვის. დროთა განმავლობაში ეს სანიშნე ხანთვალს მიეფარებოდა და ხანისებ გამოჩნდებოდა, რომ ბურთიკოსთვის თავადაც უკვე ბურთიკოების მამისთვის ქართლის ერთ ძირძველ მონასტერში სტუმრობა მოეგონებინა და დედის სიფაქიზით გადანახული ის კაეშანი ეგვცნო. ფიქრობ ეს სწორედ დედაენაზე გაზრდილი ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება, რაც ლაიტმოტივად გასდევს ამ ულამაზეს საზღაპრეთს. ამიტომაც უნდა დაბრუნდეს გოგებაშვილის დედაენა ჩვენ სკოლებში. ფიქრობ აბჯარასხმულიას უეჭველა და დაწყებითი კლასების სასკოლო პროგრამაში შესატანი. სულ ცოტა ეს ერთი ზღაპარი მაინც რომ მეკითხებოდნენ მთლიანად კლასგარეშე საკითხავ პროგრამაში ამას დაუწესებდი დაწყებითი კლასის პატარებს. სათაურის ოსტატობა ცალკე საკითხია. ვერ გაგვაგრძელებთ ამაზე, სამწუხაროდ იმედია დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ. პერსონაჟების მეტყველი ზუსტი სახელები, ჭკვიანი და მზრუნველი თავფრთხილა ბატკანი თუ საქათმეინდაურების ავტონომია, გადიდკაცებული მამალი და თამამი ვარვარა, თუთიყუში მანამუ, რომელმაც ტვინში ჩიკი ჩაიმონტაჟა, დროს ფეხი უნდა ავუწყო, კეთილის სპილო აფრიკანა.
და ბოლოს ისე ვერ დაგემშვიდობები მანენა პარიზის წიგნის კვირეულზე არ კითხო, სადაც შენი ემისრები ყავს წარგზავნილი, შეხომ პირველ ყოვლისა გამომცემელი და წარმატებული წიგნის მკეთებელი ბრძანდები, მაგაში არ შეიძლება არ დაკეთანხმო. რა ისმის სინათლისა და სიყვარულის ქალაქიდან. დიდებული ბოლო აკორდი ჰქონდათ გუშინ კონცერტი გამართულა და მონაკო იყო წელს მასპინძელი ქოთან და მოვიდნენ და უთხრეს რომ დახურვა თქვენ მოაწყვეტა და გვაჯობდეთ და აპლოდისმენტები ჩვენს არგზავნილებს. აი მუსიკალური აკორდი გააკეთეს თან კლასიკათან ნატომეტონიძე იყო დასული იანო ალიბეგაშვილი და აი ძალიან ღირსეული და ისეთი ბედნიერები იყვნენ აი ფოტოები ნახე მეც რომ იგრძნობა რომ აი იქ იყო ოაზისი სიხარულის და ურთიერთობა პატარა საქართველოს შექმნეს კი ნამდვილად ბოლო აკორდად ამ მასშტაბური ღონისძიებისა ეგარი და საწყენია რომ აქ სხვა ფესტივალი მიდიოდა ამ დროს პარალელურ რეჟიმში ეხლა ხო დღის წესრიგში ესეა რომ ყველაფერი იყოს ორ პოლუსზე და ვიყოთ ამ პოლუსებზე შერიგებაც ნიჭიერი ხალხი აუცილებლად მოვა და ეს ჩვენი შერიგება ეს დიდებულის ზღაპარიც ამის სიმბოლოდ არის ამ კრებულში დარწმუნებული ვარ უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო ქალბატონებო დღეს ჩემს გადაცემაში სტუმრობისთვის, ჩემი გადაცემის დამშვენებისთვის, ამ დიდებული წიგნისთვისა და ასევე ძალიან საინტერესო შეფასებებისთვის დარწმუნებული ვარ ზღაპრების ეს კრებული სიკეთისა და სილამაზის საუფლოა, ასე რომ იპყრობს პატარების სულსა და გულს და კიდევ არაერთხელ დაიპყრობს. ეს გადამდები სიკეთე და სილამაზე კი უთუოდ იმიტომაც უნდა წააკითხონ, გაუზიარონ უფროსებს პატარებმა, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა გარემოებათა გამო გაუხეშებულ ჩვენს ყოფას იძულებული ძველებური ხიბლი დაუბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. მანამ ჩვეულებრივი თუთიყუში არ იყო, მთელი პლანეტის სადარდებელი აწუხებდა და გულთან მიქონდა. მან უმალ გამოაფხიზლა და დარაზმა ყველას აიმისოდ, რომ დედა აფრიკანას უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმის დროს სიყვარულის ისეთი ბაგირი გაჭიმულიყო, რომ მისი 5 ტონა სხეულიც დაეჭირა მის დიდ ტვინში დაგროვილი დარდებით და დიდ გულში ჩატეული სიყვარულიც. იმასაც გრძნობ, საზღაპრეთი აღარასოდეს მიატოვებს ჩვენს უნიჭიერეს მეგობარს ქალბატონ მანანას და ბევრჯერ გაგვაოცებს და გაგვახარებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა პირიქით. მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო.